გამარჯობათ მეგობრებო. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ ჩემი წამების პროცესის უახლეს ეპიზოდს, რომელიც ეხება ჩემ საცხოვრებელ სახლს. როგორც მოგახსენეთ, მიდევს ჩემი სახლი მევახშესთან, რომლის კონტრაქტის ვადა, რომელიც კონტრაქტი წარმოდგენილია ამ ვიდეოში. კონტრაქტის ვადა მოკლედ იჭურება 1 აგვისტოს. მაგ გადასახდელი ან პროცენტი, ან მთლიანად ძირი თანხა და რომ დავიხსნა ჩემი სახლი ამ მევახშესგან, რომელსაც ვერცეც ვერ გადავიხდი. რაღაცა ჩემ Facebook-ს თუ თვალს გადაავლებთ და ჩემ YouTube არხს ყველაფერი ნათელია, რომ მე ვერცეთ ვერ გადავიხდი ვერც პროცენტს და მიუხედავად ყველაფრისა ვერც ძირ ფულს. აქედან გამომდინარე უკვე გადავა საკითხი სადაო სიტუაციაში სამართლებრივი კუთხით და ბოლო ეტაპია, რომ აღსრულების დეპარტამენტი მოვა და აღსრულების სამსახური მოვა და უნდა გამომაგდოს სახლიდან, ესე ვთქვათ რა. ამის ბოლო წერტილი ეგ არის რა, რომ უნდა გამომაგდონ სახლიდან და დავკარგო ჩემი საცხოვრებელი სახლი. რა ვიცი მეგობრებო, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მგონი არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჩემი პარტნიორების, კრისტალბეთის და ლიდერბეთის პარტნიორებს გულისხმობ, მე ამ ადამიანებზე, როდესაც საქართველოში სამართალი იქნება და როდესაც სამართალი იმუშავებს საქართველოში, მე ჩემ პარტნიორებზე, კრისტალბეთის და ლიდერბეთის პარტნიორებზე მგონი არავის არ გაუკვირდება, მოვითხოვ სადიზმის მუხლით გასამართლდნენ. ეხლა მე იურიდიულ ფორმულირებას სწორედ ვერ გავაკეთებ, მე იურიდიული განათლება არ მაქვს. მოკლედ ჩემი და როგორც დაზარალებულის მოთხოვნა იქნება, რომ ეს ადამიანები გასამართლდნენ სადიზმის და ტერორიზმის მუხლით, პირდაპირ მნიშვნელობით. მგონი ყველაფერი რეალური, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, როდესაც საქართველოში სამართალი იმუშავებს, სრულიად სამართლიანი იქნება, რომ ეს ადამიანები და მისი კიდე ბიჭები და აფსონები და თავისი ზონდერები და ტერორისტებიც გასამართლდნენ სადიზმის და ტერორიზმის მუხლით. აი ესე დავინახავთ და მე პირადად ესე დავინახავ, რომ საქართველოში სამართალი ამუშავდა. კიდე გავიმეორებ, როდესაც საქართველოში სამართალი ამუშავდება, მე მოვითხოვ, რომ ამ კვალიფიკაციით გასამართლდნენ ეს რაღაცა, არ ვიცი რა, თქვენ რაც თავში მოგივათ, ის უწოდეთ ამ ადამიანებს. მადლობა მოსმენისთვის, ნახვამდის.